ეხლა მე გეტყვით ასეთ რამეს. ძალიან ბევრს მიაჩნია რაღაც ტრაგედიად, რომ სტუდენტობის ერთი ნაწილი გამოვიდა და არა მარტო სტუდენტობის, მაგრამ ძირითადად სტუდენტობა, როცა ერთ-ერთ ტელეარხს რაღაც საფრთხე დაემუქრა. უთავბოლოდ ჩაატარებული ოპერაცია იყო, შეიძლება საფუძველიც არ იყო, მაგრამ ხდება ასეთი ყველა სახელმწიფოში რაღაც გაუგებრობა ხდება. როცა ეს გახმაურდა, რომ გაჩნდა ელემენტი იმისა, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხე ემუქრება, ესე იგი ნიშანი, პირველი სიმპტომი, სტუდენტობა გამოვიდა დასაცავად სიტყვის თავისუფლებისა. და ვინც ერჩს გაუჩენს საქართველოს მოსახლეობას, რომ პიროვნების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება არ არის გარანტირებული, მე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამოაზრეები არიან, თანამოაზრეები, მე ისინი სამუშაოდან დავითხოვე მთელი მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ აი ეს გამოსვლა სტუდენტობის, ეს დამარცხება კი არ არის შევარდნაძის, ეს გამარჯვებაა. იმიტომ რომ რაგზაც მე ავირჩიე და ურჩიე ჩემ ხალხს ამ გზით ვიარო დემოკრატიის გზით, აი ამ დემოკრატიის გზას გამოუჩნდა დამცველი ახალი თაობა, რომელიც მოდის, ზოგი მესამე კურსია, ზოგი ასპირანტია, აი ეს ახალი თაობა ამ ღირებულებას, ამ ფასეულობას იცავს. მე მიმაჩნია ეს ჩემ გამარჯვებად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ. რო არაფერი არ მომხდარიყო, არავინ არ შეწუხებულიყო. რუსთავი ვიღაცას დაერბია, მეორე პირველი პროგრამა დაერბია და სხვა და არავინ არ განძრეულიყო, არავის სხვა არ ამოეღო, პროტესტი არ გამოეხატა, აი ეს იქნებოდა ჩემი დამარცხება. მაშინ ეს დემოკრატია იქნებოდა მოჩვენებითი. როცა ხალხმა დაიცვა დემოკრატია, ახალგაზრდობამ დაიცვა დემოკრატიის მონაპოვარი, სიტყვის თავისუფლება, ეს მიმაჩნია, რომ ეს არის გამარჯვება. ჩემი პირადად ჩემი გამარჯვება, იმიტომ რომ მე როცა ჩამოვედი საქართველოში, დარბეულ და კუპრივით ადუღებულ საქართველოში, მაშინ მე მირჩევდნენ, შენ უნდა აიღო მთელი ძალაუფლება, შენ უნდა იყო ნამდვილი დიქტატორი, დაამყარე წესრიგი და მე რეილაპარაკე დემოკრატიაზე. მე მაინც იმ წლებში დემოკრატიის გზა ავირჩიე და აფხაზეთში ომის დროს არჩევნების ჩატარება გადავწყვიტე და არჩევნები ჩავატარეთ პარლამენტის.